ცოტა კი დავაგვიანე, მაგრამ სელინსონის ახალ ფილმზე, მატერიალისტებზე მინდა ვილაპარაკო. ფილმი ნიუ-იორკელ მატჩმეიკერზეა, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, მაჭანკალზე, რომელიც ცდილობს მარტოსულ ნიუ-იორკელებს შესაბამისი მეორე ნახევარი შეახვედროს. ფილმში არის რამდენიმე საინტერესო საკითხი წამოჭრილი. თანამედროვე დეიტინგის სპეციფიკა, ადამიანები თავიანთ პარტნიორებს სახლებივით ან მანქანებივით რომ არჩევენ, გაწერილი კრიტერიუმებითა და მოთხოვნებით. სიმაღლე შემოსავალი აღნაგობა, პოლიტიკური იდეოლოგია და ასე შემდეგ. ადამიანები ისეთ ჩაციკლულები არიან მსგავს ზედაპირულ საკითხებზე, რომ იმას არ უფიქრდებიან საერთოდ რამენაირი ემოციური კავშირი თუ აქვთ თავიანთ პარტნიორთან. ფილმის სამ მთავარ როლს დაკოტა ჯონსონი, პედრო პასკალი და კრის ევანსი ასრულებენ. პედრო პასკალი თამაშობს ფულიან ტიპს, რომელიც თან შარმიანია, თან მაღალი და სიმპათიური. კარგი ბატონო, მოდი დავუშვათ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. და ასევე კრის ევანსი, ღარიბი მსახიობის როლს თამაშობს. ასევე ცოტა არარეალისტურია, სადგინახავთ კრის ევანსის ნაირი ღარიბი ტიპი, მაგრამ კარგი, რადგანაც კომედიაა, დავუშვათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ცოტა ვარად ვარ გაყოფილი. ერთი მხრივ სელინსონის პირველი ფილმის Past Lives-ის გათვალისწინებით, ის მისი სადებიუტო ფილმი იყო და სხვა არც არაფერი გადაუღია, რომ შემედარებინოს. ამ ფილმის გათვალისწინებით სხვა მოლოდინი ჰქონდა მატერიალისტებისგან. ვისაც ნანახი აქვს Past Lives-ი, მიხვდება, რასაც ვამბობ. ის საინტერესო, სპეციფიკური და შინაარსიანი ფილმი იყო, ემოციური, მაგრამ არა ბანალურად. სხვა ცოტა მოულოდნელი კუთხით. მსახიობებიც ისე მაგრად ასრულებდნენ, რომ ამ ფილმის ყურებამ ისეთი ემოციები დამიტოვა, როგორც ლინკლეიტერის ტრილოგიამ. და სწორედ ამის ფონზე მატერიალისტები ისე კარგად არ ჩანს და მსგავს არაფერს არ გვთავაზობს. ის არ გამოირჩევა არც პერფორმანსებით, არც სიუჟეტით, არც დიალოგით, რაც ძალიან მაგარი იყო Past Lives-ში. ამიტომ, თუ სელინსონის პირველი ფილმი გაქვთ ნანახი და მაგაზე დაყრდნობით გინდათ ამ ფილმის ყურება, არ უყუროთ. მეორე მხრივ, არ შემიძლია ასეთი პრეტენზია წაუყენო ამ ფილმს, რადგან აშკარაა, რომ ეს ფილმი არ ცდილობდა არაფერი დიდის თქმას, ღრმა შინაარსის ან რაღაც სათქმელის აუდიტორიამდე მიტანას. იმის გამო, რომ რომანტიკული კომედიის ჟანრშია, ამ ჟანრის სპეციფიკაში ჯდება და სტრუქტურულად სტანდარტულად მისდევს მას. მატერიალისტები უფრო მსუბუქი, გასართობი ფილმია და შესაბამისად, სხვანაირად უნდა შევაფასო. არ უნდა შევაფასო ოსკაროსანი და უფრო სერიოზული ფილმების ჭრილში. თუ რაიმე მარტივის ყურება მოგინდებათ, შეგიძლიათ მატერიალისტებს სიამოვნებით უყუროთ. რომკომებს შორის მშვენიერი ფილმია, სასაცილო, რაღაც მომენტში სატირალიც, თუ ძალიან ემოციური ხართ და მთლიანობაში საკმაოდ გასართობი. თანაც პედრო პასკალი და კრის ევანსი თამაშობენ. ისე ახლა რომ დავფიქრდი, ეს ის იშვიათი ფილმია, როცა კაცი მსახიობები ქალზე უფრო მიმზიდვე უკაცრავად გადამცდა. მოკლედ ქალებისთვის სასიამოვნო საყურებელი ფილმია. ამის თქმა მინდოდა. სელინსონმა ამ ფილმით გაიფართოვა თავისი აუდიტორია და სხვა ბაზარზე გადავიდა, რაც ჭკვიანურიცა, რადგან ახლა შეიძლება, როცა მოუნდება სერიოზული და უფრო ღრმა ფილმებთან ერთად, მატერიალისტების მსგავსი ფილმების გადაღებაც. კაი, სულ ეს იყო. წავედი აბა.